სალამი მეგობრებო, სალამი, როგორ ბრძანდებით? ჩვენი სახელოვანი თანამემამულის პრესკონფერენციის მოზრდილი მსუხე კუსოკი მინდა გაუშვა და მე ერთად ვაგინოთ ძვირდებილებს. ხო შეიძლება მაქვს უფლება? რას უშვებ? ბატონი მერაბ დვალიშვილის ამონარი. გაუშვით, უშვებ. პირველ რიგში გამარჯვებას მოგილოცავთ. მე აქედან მარიამი ვარ პირველიდან და თქვენ გამარჯვება მოგილოცავთ სხდომათა დარბაზიდან სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძე. მე არ ვიცი თქვენ ეს ნახეთ თუ არა, მე შემიძლია მხოლოდ ფოტო გაჩვენოთ. მას დარბაზში აცვიათ თქვენი მაისური, თქვენი ფოტოთი. საკანში აქვს ყველაზე მეტი მაისური, სადაც თქვენი ფოტოა დატანილი. მისი პროცესი არის 13 ივლისს. თქვენ ამ დროს იქნებით საქართველოში. მე მაინტერესებს თქვენ ხომ არ აპირებთ, რომ მის სასამართლო პროცესზე მიხვიდეთ და მხარდაჭერა გამოუცხადოთ, ის თქვენი დიდი გულშემატკივარია და სავარაუდოდ დიდი мотиваცია იქნება თუ მეგობრებო, ეს პატარა ინტერმედია. ეს პასუხობს ეს ჩვენი კაცი, მაგრამ თავიდან ყურადღება მიაქციეთ რა დელიკატურად და გარკვეული პატივისცემით საუბრობს და სანამ არ შეუკიკინეს და დიპლომატიურად. შეუკიკინეს. ახლა შეგეკინება წავიდა. ხო, რაც შეეხება იცით რომ როგორი დაკავებული ვარ და აი რომ მე სპორტსმენი ვარ პირველ რიგში და ჩემს საქმეს ვაკეთებ და ანუ არიან დარწმუნებული ვარ უამრავი კარგი ადვოკატია აგერ თქვენს ახალგაზრდები რა ვიცი რაც გასაკეთებელია გაუკეთეთ მაგ ახალგაზრდას რავი და მე ანუ კიდევ ვიძახი აი ეს ორი ადამიანი ყავს ჩამოყვანა ამ ხელა მისია მაქვს აღებული რომ ვაჩვენო ჩემი საქართველო და მე ჩემი საქმე გავაკეთო რაც ვიცი რა და რა ყველას წარმატებებს უსურვებ და მე იმას გავაკეთებ რაც ვიცი რა და იკმარე რა ეს იკმარე ანუ უყურე ეს რო ეკმარათ იტყოდა ხარდაჭერა სათაური იქნება ხარდაჭერას უცხო წარმატება უსურვა პატიმარს წარმატება უსურვა მანიპულაციის აკეთებდა მე რომ ხარი დაუჭირა წარმატება უსურვა შედეგი უკვე მიიღე ხო ხარ ტევებპირველი კლოაკა მიიღე შედეგი არა ეხა ნახე თავის მე პრემპული უნდა გამოაცხადო და მე მხედავთ ერთი ჩაოლებრივი სპორტსმენი ვარ რა და ხავს ვერაფერს ვიგებ. აი თქვენ ახლა გექნება ჩანსი რომ რეზო კიკნაძეს უთხრათ აი ჩვენი კამერის მეშვეობით შეგიძლიათ მასთან თუ მისთვის თუ რამე გაქვთ სათქმელი უთხრათ ასევე სხვა სინდისის პატიმრებისთვისაც შეგიძლიათ თუ პროცესზე ვერ გიხვალთ ეს პლატფორმა გამოიყენოთ. გაქვთ რამე მას ყველა პატიმარს აქ ერთად დავაპაუზოთ აქ ჩემი ფავორიტი პასაჟი არის რომ ანუ მერაბ დვალიშვილი ამ მომენტისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი სპორტსმენი სოფლიოს მასშტაბით და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული დისციპლინის ჩემპიონი ბოქმედი ჩემპიონი პოპულარული სპორტსმენი ნახდად არ არის მაგრამ ერთ-ერთი რომელსაც შეუძლია რომ ნებისმიერ გლობალურ მედია პლატფორმაზე რა აზრიც გააჩნია ისაც დააფიქსიროს რა ძალიან მარტივად და ამ კაცს ტევე პირველი ეუბნება რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ტევე პირველის პლატფორმა გამოიყენოთ აზრის დასაფიქსირებლად. თავარია რომ ამ შემთხვევაში თუ ეუბნება რომ ყველა პოლიტპატიმარს გამოუჩინებ ხარდაჭერაო და ის უკვე ხვდება რომ რაღაცა ხაფანგში შეყავთ ამ ცუდ ადამიანებს. მაგრამ თავს იკავებს კიდე და კი ბატონო უსურებ რაღაცას წარმატებებს და რა ვიცი მოკლედ ჯანმრთელობას და ხნეობას ეს შემიძლია გითხრათ. მხოლოდ ეს არის თქვენი სათქმელი. აგინთა პროვოკაციას არა, რატომ მე გეკითხებით და თქვენ უნდა მიპასუხოთ. გამოიყენეთ თქვენი პლატფორმა და მიმართეთ ამ ადამიანებს. მხოლოდ წარმატებას უსურვებ. აი შენ რომ შეგასეთყოდი, ხო, ნუ მოკლედ რა. ეს არის ღორობა. ეს არის ღორობა ხალხო. ესა ზონდერობა. ოღონდ ზონდერობასაც ის უნდა. უყურე, შენ რომ მიდიხარ და ეკითხები და უსურვებ წარმატებასო, სათაურად გამოიტანა რომ პოლიტპატიმრებს წარმატება უსურვა და მე მიდი და არკვი. ანუ აქ არის რეალურად იძულება. ხო. რაც მე მინდა პასუხი მივიღო შენგან, მაგას სანამ არ მეტყვი, იქამდე მოგიშველ კითხვას. იმენა იძულების რეჟიმში 2012 წელს ალისტრახოების პერიოდი და სტალვა გადავიარეთ რა და რეალ ტივი კი არა რეალ ტივი არ იყო რეალ ტივის ნახე საველე სამუშაოებზე როცა გადიოდნენ რეალ ტივის ქონდა შემოქმედებითი სამზარეულო ძალიან მაგარი იმიტომ რომ საოცრებებს აკეთებდა რეალ ტივი ვაფშე ჟურნალისტიკის მიღმა იყო მეტაფიზიკა იყო აი ეს ალისტრახოები რა რომ დაძდევდნენ ქართული წარმომადგენლებს რაფსკერზეც ისინი იყვნენ ზუსტად ის ჯერ ნიკა გვარამიამ გახადა მეინსტრიმი ალისტრახოობა ჩვეულებრივი მეინსტრიმი გახადა და მერე უკვე ეს გადაედო ნოდარ მელაძეს ეს გადაედო იმას რა ქვია რა არხია ეს ტევე პირველს და ამათ ხო ოღონდ მეინსტრიმია უკვე
ჩვენ 2012-ში ამას უყურებდით როგორც გამონაკლის, როგორც ჟურნალისტიკის გვერდით ეფექტს, როგორც რაღაცა მაისურის ჩაცმა რატო გახდა ავტომატურად რაიმე ტიპის მხარდაჭერის წინაპირობა იმ ადამიანის მხრიდან, მისი მაისურის გაცვია. ამ სააკაშვილს რო ჩაეცვა მერაბ დვალიშვილის მაიკა და იგივე კითხვას დავუსვანო, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმას შენევასები ხო და ეცვა შენი გამოსახულებიანი მაისური და რა მე მინდა გითხრათ რომ კლასი ეცემა, აი ამ მაიმუნების კლასი ეცემა, იქ რომ გაჩერებულიყო ეს პროვოკატორი ჟურნალისტი გემრიელ სათაურს გამოაცხობდა და კლასი ეცემა მაშინ როცა კლასი არსებობს. გემრიელ სათაურს გამოაცხობდა. მოდი ეხლა მე გავუშვებ ამერიკაში ლამის სამოქალაქო ომია, იმიტომ რომ მექსიკის პრეზიდენტმა ხარდაჭერა გამოუცხადა თავისიანებს კალიფორნიაში, იქ სხვადასხვა შტატებია, ტეხასი მაგალითად. და ეხლა არის ქალი, რომელიც საუბრობს, რომ ჩვენი იყო ეს შტატიო და ჩვენო რატო უნდა გდევნიდნენ. მექსიკის არისო. ჩვენია ხო? იყო, ნუ არისო. და მინდა მიაქციოთ ამ ქალის ამ მეპროტესტის ჰაბიტუს. რამე სხვა გაგონებ? როგორი აკაცუკი ჰაბიტუსია? კი ბატონო, გავუშვებ. Our city, and this was Mexico. You can't kick us out of the land that was ours. Donald Trump! Fascism! Let our people free! Let our people free! Suelta nuestra gente! What's the windblower for? Just for the fucking tear gas to blow it back at those motherfuckers. If you have fucking blower, bring it out! გასაგებია. მადლობა. ანუ მოდით ეს ვთქვათ რა. მაგრამ ასწორებს. ჩვენ მივეცით დასაბამი მოდას თუ იქიდან წამოვიდა თუ როგორ არის. მე მგონი ამ შემთხვევაში საქართველოს არის ნომერ პირველი მოდის შემქმნელი. საქართველოს მოდის შემქმნელი უფრო საკანონმდებლო ნაწილში არის, მაგრამ ეს აკაცუკური პროტესტები არის თავიდან ჰაბიტუსი. ანუ ეგ ყველა მთელი აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის სათავეშიც არის Deep State-ის დაფინანსება თუ მისი გავლენა, საბოლოოდ არის ერთი და იგივე ხელწერა, ერთი და იგივე ადამიანების დატრენინგებული მოძრაობები, ერთი და იგივე ბრძოლის მეთოდები, ერთი და იგივე ესთეტიკა და ასე შემდეგ. რამდენი პარალელი გვაქვს მაგალითად გაშვებული მაიდანის ხატმწერ ფოტოებთან, რასაც მედიაში იყენებდნენ როგორც რომანტიზების ინსტრუმენტს, ჩვენთან იგივე სადეს. ხო, ლამისი ყვავილი იმაში. გოგონა რომელიც მაკიაჟს ისწორებს ჩაფხუტის წყლი რომელიც აქციაზე ზვას იწერს და ხო, მათ შორის ეგეც და ამბავი რა და ანუ ეგ არის ყველგან ერთი ხელწერა არის ერთი და იგივე. შესაბამისად ჩვენკენ მივეცეთ დასაბამი. ვინც ამ პროტესტების ავანგარდში არის, ის ერთნაირად, იმიტომ რომ აი ეს ფსიქოტიპი არის, ეს კალი ვინც ხავდა. იქაური აკაცუკი, ეგ ფსიქოტიპი არის, ვინც ყველაზე მარტივად შეგიძლია შენ გამოიყენო. ესეთი მსგავსი უსაგნო პროტესტების ძალადობრივი პროტესტები. ლოს-ანჯელესში მეგობრებო, როგორც ვიცი, ლოს-ანჯელესი არის მექა ასეთი ხალხის. და სხვათა შორის იქ ძალიან დიდი პრობლემაა. მაგალითად, აგერ თქვენ აბა გაუშვით რა ეს Facebook-ის გვერდი კი არა, საიტი არის, გაუშვით. აი ორი ადამიანი დააკავა პოლიციამ, რომლებსაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხო? 23 წლის და 27 წლის. 10 წლის. If found guilty, they face up to 10 years and in federal prison, კი ბატონო. გასაგები. ხო, ეს არის რა თქმა უნდა. ეს არის რა. ოღონდ ეხლა მე მაინტერესებს დემოკრატები და ვიღაცა ვირიშულები იქაური როგორ იტყვია რომ ეს მარტო ამერიკაზე ვრცელდება ამერიკელი პოლიციელი არის დასაცავი თორე ქართველი პოლიციელი ვინ ჩემი ფეხებია ესე გამოუვათ რა გასაკვირველია და უკვე გამოსული არის იმიტომ რომ არავინ არც ერთ ამერიკაში მოქმედ არც ერთ სხვა ქვეყნის საელჩოს და ელჩს არ გაუკეთებია განცხადება და არც ევროპარლამენტს და მიწასდე და ლევანა სანიკიძე გავუშვით ეს ოპოზიციას ისეთი უსაფრთხოების სისტემები გვაქვს და ისეთი დახურული სისტემა გვაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიგებს რას ვაპირ. კაცო, ბიძინა რას გაიგებს ეს ერთი საკითხია, მაგრამ ხახი რას გაიგებს არ არის მეორე. ისინი ელაპარაკებიან ახლა სხვა შორის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს ჩვენი ინფორმაციით. კი, და რო ელაპარაკებიან. არ ვიცით რა სიგებენ. აი, ღვიძე საქართველოს. იმიტომ რომ ისევ აგზელენ დისკუსია მე არ ვიცი, სარკესთან დისკუსია არ გამიგია. ხო ეს ხუმრობები აქვს სხვა შორის მამამისის აღებული ცოტა ინტელექტუალურ ცოტა გოიმურ ცოტა პროვინციალურ არა იცი რა არის აი თქვა ესე არა ცოტა კილონარევი ისეთი ინტელექტ ძალიან დახვეწილი იმას მე ხა ამას ველავი ისინი ავეჯზე მელაპარაკე ისტორიული რაკურსები ხო და მაგას ცოტა ჩაქსოვილი
მიხდი? ოხოს არკესთან მე არ გამიგია. ეს ენაკვიმატობა მამაშვილს თან სდევს, მიხდი და თან ცდილობენ რომ იუმორით დაპოზიციონირდნენ სცენაზე. ამას დასახვეწია ის დონე არ არის. იმან რო თქვა რომ ჯარიმა ღალატი არის ჯარიმა, ეს არის გენიალური. კი, იმან იმოძრავა. ღალატი ჯარიმა. იმან ბოლშევიკებთან ხო იჭიდავა ჯერ და მე იმოძრავა. მე ხო ბოლშევიკებთან ვარ ნაჭიდავები. ღალატი. მიდი აბა გააправე ღალატი და უცებ ვაფშე სხვა მხრიდან. ეს ღალატი არის ჯარიმა. ამას როგორ მოფიქრება არ უნდა ამას? ეს ვერ შეძლებს. ქეთი დევდარიანი როგორც ყოველთვის გვახარებს კომენტარებით და გავუშვით. არც არაფერი არ გვეშველება თუ არ ვუშველით ჩვენ თავს ჭკვიანურად მოქცევით. მარტო გული ამ პროტესტს ხო აი ამ პროტესტს გული არაკლი ამიტომ ვეთანხმები ბატონი იაგოს რომელიც ამბობს რომ საჭიროა ლოჯისტიკა რაც გუნიშნობს გონიერებას ანუ გული ემოცია არის მუხტისთვის აუცილებელი მაგრამ მართლა ლოჯისტიკა გჭირდება და წელიწადის დროებზე არ უნდა იყო მიბმული ხო რომ ახლა ყველა შვებულებაში გავა და რევოლუცია ვეღარ მოხდება ეს წინადადება არის სატირის და არა ცხოვრების, ხო? და ამიტომ ჩვენ გვჭირდება მეტი რწმენა საკუთარ თავში აქეთ ხარეს, მეტი დაგეგმვა დისციპლინა. გამაინტერესებს ხალხის გაზაფხული რომ უნდა დამდგარიყო. გაზაფხული დავიდა პლავი. ხო და ეხლა ხალხის ზაფხული ვეღარ დადგება, იმიტომ რომ შვებულებაში გადიანო, მაგრამ გაზაფხულის როცა უნდა დამდგარიყო, რომ მოდიოდა ხალხის გაზაფხული და ლამის რო ყვიროდა რაღაცნაირად, რას ყვიროდნენ გაზაფხული. დება ხალხის გაზაფხული. ხო და უყურე გაზაფხული როგორც წელიწადის დროები. არამედ ეს არის მეტაფორულად, ანუ გაზაფხული არის ხალხის გამოგვიძების მეტაფორა. გაზაფხულზე, მაგალითად, სეზონებს არის მიმულიო და ზაფხულს ჩაგვივარდებო პროტესტიოდა. მანამდე ქონდათ გაზაფხული. და ამ გაზაფხულზე არ არის არც შვებულებები, არავინ არ გადის ქვეყნიდან, ქალაქიდან. თელი წელი ქონდათ პროტესტი. თელგაზე, ნუ კაი, მანამდე დავუშვათ სივა გაზაფხულზე იყო ისეთი ამინდება, ჯიგრულად რომ გაგისწორდებოდა რა. სპაჩორის ანუ რავი, ერთ ფიჯაკში გაივლიდი რა, რუსთავზე რა პრობლემა. უპასუხოთ ქეთი დევდარიანი ძალიან საინტერესო რამეს ამბობს და გვერდით უძის იაგო კაჭკაჭიშვილი სოციოლოგი. ვერსია სხვა შორის იაგომ დაწერა, ხო იცი? ტაქსის ჩავჯექიო და ტაქსისტი მაკებს და მადიდებსო თურმე ბაჭოში ავერიეო და მეც არ გამიკვირდა რა რაც იდავსა. მე ხო ვიცი რა პენიში ვარო და ბახა გამიგდა რომ შევეშალე. რაიკაში და მე ბაჭო მიყურებთო, მაგრამ გური მომიკითხეო და მან მივხვდიო რომ გარჩეო. ხო და მოკლედ ბაჭო შენ თუ რამე გაიგერო რამე უსაქციელობა გაქვს ჩადენილი. პირველი კაცი ვიზეც ეჭვი უნდა აიღო კი იცი. ხო და მოკლედ სერიოზულად რო ვილაპარაკოთ აი სოციოლოგია განსაკუთრებით სპეციალიზირდება და განსაკუთრებით აინტერესებს რევოლუცია ზოგადად როგორც სოციალური ფენომენი რას ნიშნავს რა არის მისია ეს პირველადი იმპულსები და რა არის მამოტივირებელი რა და რევოლუციას თავისი მკვლევარებიც ყავდა მაგრამ ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება რომელსაც ყოველთვის ვიმეორებ ხოლმე უმარტივესი პოსტულატი რა რომ რევოლუციას აკეთებს ხალხი, როდესაც საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ბრაზდება და ტელევიზორის ყურების მაგივრად გადის გარეთ. ანუ რევოლუციას შენ სპეციალურად ვერ ამწიფებ. შენ შეგიძლია დამწიფებული მოწყვიტო და რა თქმა უნდა იმოძრავო, მაგრამ ეს თავისით უნდა მომწიფდეს. მოწოდება როცა შეიძლება ხალხი გაბრაზდეს. ხო და ნახე, ეს არის, ხო და მაგასო ეს არის ზღაპარი, როცა ლაპარაკობენ რომ მაგალითად ზურა ჯაფარიძე როცა საუბრობდა რევოლუცია ვერ შედგება იმიტომ რომ ეხლა ცივა მერე ცხელა მერე სოფლიო ჩემპიონატია და ხალხს ფეხბურთი ესე იგი არ არის საკმარისად ხო და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სალომე სამადაშვილი რომ ამბობს იმაზე რომ ხალხი იყოს გაბრაზებული ანუ ამას ძალით რევოლუციას ასე ვერ გააკეთებთ და მით უმეტეს ვერ გააკეთებთ როდესაც ხარ კულტურული მარგინალი გარკვეულწილად ანუ არა ამ კულტურის გამზიარებელი ხარ ამ კულტურის მაგალითად შენ ბნელს უწოდებ ქართველს რუსულად ეს სიტუაცია ძალიან კარგად ძეს პლახოვ ტანცორუ яйца მიშაიოთ აი ეს არის ერთი ფეიკი მინდა გაუშვა შეგნებულად უშვებ ფეიქს მეგობრებო ფეიკია ეს არ მოხდარა ეს არის ვიღაცის კომბინაცია მაგრამ საუკეთესოდ დააჯდა ამ ჩემისას დიდი ბოდიში და მინდა რომ პროსტა გაგაცნოთ ფეიკია მეგობრებო ეს არ მოხდარა ეს არის манипуляციის შედეგი არ არის ეს მართლა ფეიქ ვიდეო გავუშვით გამომაჩინეთ გვარსახელებით ეს კი ვილაპარაკო იმ კრიმინალურ დაჯგუფებებთან
და ამის მერე იწყება ძალიან საინტერესო რაღაცა. გაუშვი. ფეიკი, ანუ გაუშვი. იყოს, ეხლა არა უშავს. აქ შემდეგ მეორე ტელეფონში რაღაცა ჩაერთო და ვიღაცამ დაადო პორნოს ხმები. და ძალიან მაგარია, არ მინდა მაინც. მაგრამ ფეიკი არის ესეთი რაღაცა, რაც წესით ბუნებრივი არ უნდა იყოს. რაც მიხვდები, იმდენად ბუნებრივად და კარგად ჩაერჩა. ამას კი უნდა ჩაერთო. ამას კი უნდა ჩაერთო. ამის იმაში, აი წარმოიდგინე მეორე ტელეფონი რაღაც ჩაერთო და ისე იმდენად და ბუნებრივად არის, რომ ეს ფეიკი ძალიან ბუნებრივი გამოჩნდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ცხადია, ჩვენ არც კი გავუშვით ბოლომდე ფეიკი. ჩვენ ვემიჯნებით ხმებს ფეიკებს. ამ ხმებს არ ვემიჯნებით. ხმებს რატო ვემიჯნებით? ჩვენ ვემიჯნებით პირდაპირ ეთერში ამ ხმებს, თორე ხმები რა ცუდი რითი არის. ლევან ხაბეიშვილი. აი ამ ხმებს ვემიჯნებით. კარგად იქნება. ამ ხალხს სერიოზული პრობლემაა, კაცო, არ გვეგონოს. აქეთ მეორე მხარეს არის ჩვენ მხარეს რაღაცნაირად ცოტა გაჩნდა, რომ აი ხა აქციებზე ხალხი არ გამოდის, აი რაღაცა საერთაშორისო ზეწოლა მუშაობს, რუსთაველის გამზირი მუშაობს ყოველდღიურად. იკეტება, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი არის მძლავ პროტესტში. ახლა ეს დაღლა 2024 წელს ხალხმა მთელი 24 წელი გავატარეთ ბრძოლაში და ომში, ხო? ჯერ შემოიტანეს, გაიტანეს ჭუბები, დარბევა, მიარჩევნები, მერე დარბევა, მერე ევროკავშირზე უარი. ნახეთ, ახალ წელს ხოდი აქციები ქვეყანაში მიმდინარეობს ეს მაგარი კაი მოაშორე. ერთადერთი რაც შეუნიშნე შვენიერი ფერის მაიკა აცვია და კიდე ეგეც უყიდეს, ხო ალბათ? აბა იმიტომ რომ ეს ამ ფერს, პასტელურ ფერს როგორ აირჩევა? ამას ხო ისეთ ფერი ჭირდება. და აცვია ზუსტად ის ფერი, რაც ჟურნალისტ. გავუშვით აბა უხმოთ. მე რა. ან ჟურნალისტზე გადავახოთ, გავუშვით. არ შეიძლება რომ გავუშვათ. ხო ეს აბა გოგონებო ეს რა ფერია თქვენს ფერის დარქმევა ძალიან კარგად კაცებისთვის ბიჭო ეს არის პასტელური იასამნის ფერი რაღაცა ღია ის პასტელური ფერებია რატო გამოსვლოთ არა ეხლა გადავა იმაზე არა ამან თუ იცოდა ეს ფერები მართლა გამიკვირდა არა ეხლა გადავა რა იმაზე რა მაჩვენე ჟურნალისტი ვერ ახლობთ მანდედან ხო სხვა შორის ეხლა გამოჩნდება ძალიან მალე გამოჩნდება სხვა შორის აი ეხლა შეხედე აი ზუსტად არა ეს ვარდისფერია უფრო მაგრამ როგორ ლაპარაკობს ხედა უხმოდ რომ უსმენ გონია ან იმაზე გელაპარაკება ქოქოსზე ან რაღაცა და როგორ დაეწვა ხელი ნახშირით და როგორ ინახავს ცეცხლს უი სხვა შორის ერთი გაუშვით უხმოდ რა პროსტა შეხედე პიტაგანტროფია ჩვეულებრივი ხო და მან როგორ არის მაგ ხანაში მეზოლითის ხანაში თუ სხვა ხანაში უფრო ადრე დამავიდა სახელი, როცა დენისის ადამიანი იყო და ზეზბოდა მზიან ცეცხლს რომ მოიპოვებდნენ, მე ვერ აკრობდნენ, იმიტომ რომ შემთხვევით მეხი რომ ეს დაეცემოდა, ნაკვერცხელს იღებდნენ და ინახავდნენ. ეხლა ყვება რომ როგორ უნდა შეინახო, ხელში ვერ დაიჭერე, იმიტომ რომ ცხელა. თავის გამოსtildeებდა გამომდინარე. კი, ნაკვერცხელზე ლაპარაკობს. აი, ერთი წუთით გავუშვით მარტო, უხმოდ. აი, ნახეთ, თუ გინდა ნაკვერცხელზე თუ არ ლაპარაკობს. აი, გამწვეს ბავშვები. არა, აქ ეთყობა თმა მოიცვალა რა, საფარველი რაც ქონდა. კარგი. ეხა გავუშვათ ნუგზარ ციკლაური. ციკლაურის ნაციონალურ მოძრაობა იყო ის იშვიათი პარტია, სადაც ნუგზარ ციკლაური ითვლებოდა ინტელექტუალად. ხვდებით ხო რა დანძრეული კონდათ. კი. გავუშვით. ეგ არის ინდიკატორი. დიდი იყოს უკუნი, ერთ სანთელს შეუძლია მისი განათება. ახლა არის მორალური უპირატესობა. ლიდერების მხრიდან ისეთი ნაბიჯების გათმის დრო, რომ მან მიიპყროს ქართველი აღმრჩევლის ყურადღება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე საუბრით, ვერავინ ამ მორალურ უპირატესობას ვერ მიიღებს, მით უმეტეს რომ ეს არის ფარსი. გავიგე. ანუ ესენი გადავიდნენ იმაზე მეტაფორებით საუბარზე, რაცა უნდა იყოს ბნელი უკული და კიდევ ერთი მაგარი ისა აქვს მეტაფორა, რომელიც ჯერ არ გამოყენეთ, ვასწავლო? კი. ყველაზე მეტი სიბნელე განთიადამდეა. არ არსებობს სიბნელე, არსებობს შუქის დეფიციტი. ხო, ეგ ქრისტიანული არარსი არის, ბოროტება რო არარსია. ყველაზე მეტი სიბნელე არის განთიადის წინ. ანუ ეხა ხო ყველაზე მეტია, ცოტა ხანში განთიადება. ეს ძალიან მაგარი ამბავი არის. კარგი, ხუხაშვილი გია.
აუ, იხვეწები რა, ამას გაჭირეთ რა. ან გამოსახულება დახვეწონ, ან ადამიანი დახვეწონ, ან ცოტა უკან გაწიონ ეს რა არის რა. ამის დედა არ ვატირე. რა კომპოზიცია, ვა, ვიღაცა ის რა ქვია, ლოთი არეული სახით ასიაკი ერთვება და რაღაცას ბოდავს. იქნება რაღაც. ვაფშე ვერც ვაკომენტარებთ. გენიალურ რაღაცას ამბობს და დაზო თადუნაშვილი ამბობს რაღაც უცნაურად. ვერ გავიგე თაზუნაშვილი. ვერ გავიგე ყოველ შემთხვევაში. აქაური ტექსტით. რა უნდა დაზოს? ჯამში უნდა გესმოდეთ რომ ეს ვითარება ივანიშვილის რაღაცა ტრინში მოხარშული კი არ არის, ეს ჩვენ გამოვიწიეთ, თქვენ გამოიწვიეთ. თქვენ ვინც წინააღმდეგობაში ხართ და ვინც იცავთ ამას. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ერთი რამე გვესმოდეს, ჯერჯერობით სანამ ძალა არის და ეს ძალა ჩვენ გვაქვს, ქართულ ხალხს ეს ძალა აუცილებლად გამოვიყენოთ და ეს პროცესი გავაგრძელოთ. ხუნელა. ორი ტელეფონი რატო აქვს? ერთი გალატისთვის და ერთი ლელოსთვის. კაცო შენ რა ვერ გაიგე? ამათ ხუნდა არჩევნები. და რახან ძალა გვაქვს, საარჩევნო ძალაო რა. ეგო გამოვიყენოთ, ეხლა ყველაფერს იტყვია რომ გააправონ არჩევნები. ხუნელა. აი მეორე ლელოელი გაუშვათ ეს კუპრავა აბა. გაუშვით. მე და ვიტყვი რომ გავდივარ და მორჩა ვისი ბულინგი პოლიტიკა არ გაბედული ადამიანების საქმე გაბედული ძმები არიან რაღაცნაირად ვამყარებ საკუთარ თავში ვიტყვი ვინ რა უნდა შემაშინოს ან რა უნდა რა ზონა შემომედაოს მე დამტკიცებული მაგ და ჩემს მეგობრებს საკუთარი ბრძოლით 9 წლიანი მუხლით 9-დან 11 წლამდე მუხლით ამ ქვეყნიდან არ გასულა და არ გაქცეულა მამკახაზაძე ბაგ ჯაფარიძე მიუხედავად იმისა რომ ქვეყნიდან გასულა აკრძალული არ ქონდათ ინგა გადიოდნენ მაგრამ არ დარჩენილან მათი შვილები მამკახაზაძეს 5 შვილი დღემდე საქართველოში ცხოვრობს და არავინ აქედან არ წასულა, არ ჩვენ არ ვაპირეს წასულა, არაფრის დიდები. არც საწავო აქ აქვს გაყოლებული ქვეყანა. რეალურად მამუკა ხაზრაძე ჩვენ ხო უკვე ვიცით რა წდება. უნდა მიხეილ სააკაშვილის ადგილი მაგრამ გაბედული ადამიანები ვართო, გესმის ლელო ამბობს, ანუ გრიგოლ გეგელი, დაზო თადუნაშვილი, ეს სა ბაბუაძე მამუკა და სლიფი ბადრი ჯაფარიძე ხაზარაძეები ყოფილან გაბედული ადამიანები. შუბლით ასკდებიან. ჩვენ ხედავთ რომ ლანა გალდავას და პატა მანჯგალაძეს მოსულიათ კამერა. ლანა გალდავა რომელია? ლანა გალდავა ლელოა და პატა ვინ არის? დუპატა. ისა ვაშაძე, იმპატა, დუპატა. გავშ საქართველო არის პატარა ქვეყანა, გეოპოლიტიკურად მუდმივად турბულენტურ ზონაში. აი საქართველოს თავდაცვით ომში, რომ თქვათ, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას, საქართველოს არ დავიცავთ სამშობლოს დაცვის დებულებას, არ შევასრულებთ, იმიტომ რომ ტერი და ოკუპანტი ძლიერია, როგორ არ არის შუაში. როგორ შეიძლება, რომ წინასწარ თქვა და მოსახლეობას ეს აკადრო, რომ გაგიყალბებენ არჩევნებს და არ შემოვდივარ არჩევნებზე, უმოქმედობით და ბოიკოტით მიღწეული საქმე ამ ქვეყანაში დამანახეთ. კადი და იმ ხალხს უცხარი რუსთაველზე რომ გასეხა მე იმ ხალხს გუშინაც ველაპარაკე რუსთაველზე რომ დგას და დღესაც ველაპარაკე რეგიონებს დღეს ახლა აქედან კიდე გავესაუბრებით 30 კაცი არის ბაზარი 30 კაცი ველაპარაკეთ ხო ანუ 30 კაცი გვიდგენსო დღეს წეგისრიგსო თუ რა ბაზარია როგორ ხატავენ რა პანაცეას უხატავენ არჩევნების სახით ამ გაუბედურებულ ხალხს რომ ჩვენ ვართ თურმე თავდაცვით ომში თემურ ლენგი თუ რუსი შემოგვესია ოცნების რეჟიმის სახით და ჩვენ ხო უნდა გავიდეთ ბრძოლის ველზე. რა სიგიჟია, რა გაправებებია. გახვალთ დედაგეტირება, რა მოქმედება. გახვალთ დედაგეტირება ცუცვანგი კლასიკური. ნებისმიერი სვლა ჭადრაკში რომ წამგებიანია. გახვალთ დედაგეტირებად, არ გახვალთ და мама. ან დედა, რა მნიშვნელობა აქვს? თვითონ შეხვიდე, თვითონ შევიდე, ბიჭო, რა ქნეს იცი? წარმოისახეს რაღაცა საქართველოს და პარლამენტის ბოიკოტით შევიდნენ ჩიხში. ანუ თუ ბიჭო, თუ მიიღებ მონაწილეობას, მიიღებ, მაგრამ ვერ უხსნი ამ ხალხს შენ სამომრჩეველს რომ თუ ეს გააკეთე, მაშინ ის რატომ ქენი. და თუ არ იღებ, მაშინ ნაღდად საბოლოო დესაკრალიზაცია კი არა, დელეგიტიმაცია გაქვს. ჩემი აზრით ჯობია მაინც მიიღო. შენ რას ფიქრობ? თუ ორივე სხვა წამებია. მარტო იმიტომ ჯობია რომ მიიღო. რაღაცას გამოვლენ. კიდე ან მე ჩვენ ახლა არასოს არ მოგბეზდება ხო სანამ ესენი ბოლომდე არ ამოიზურყებენ იქამდე ამათი გაფრჩაკების ყურება. პირველი რომ მაგას ვნახავთ მორიგ გაფრჩაკებას არჩევნების გზით. მე უკვე ახლა გზაში კომისიის ის დასკვნაც უწევს. მე კომისიის დასკვნის შედეგად რა სამართს რა ზომებიც განხორციელდება ეგენი უწევს შესაბამისად კიდე უფრო მეტად დაუტკბებით სანახაობით და საბოლოოდ ოპოზიციონერი რომელიც
არც ბოიკოტში არ ვარგა, არც არჩევნებში არ ვარგა, არც აგენტობაში არ ვარგა, იმიტომ რომ ნახეთ ამათი აგენტურული საქმე ვერაფრით ვერ შესრულდა, პროგრამა მინიმუმსაც ვერ ასრულებენ. სადღაც იქნებ მე თვითონ მიხვდნენ ამდენ ფუჭს შრომაში, რომ აი აღარ არის ეს ჩვენი ადგილი და მოდი რა წავიდეთ რა. დავეხსნა სხვა ქვეყანაში ვაკეთოთ ეს ჩვენი ბოროტის საქმეები. ან მოუდუნდეთ და რაც ვიყავით ხაზარაძე თაღლითი ბანკირი იყო, ის იმას დაუბრუნდება. ვინ იყო თქვენი ძმაკაცი გეგელია? სანა პოლიტიკაში წავიდოდა. პროსტაჩლიან. არა, რაღაცა სხვა კეთებდა რა, ეხა ეგრე არ არის. გური გახსოვს შენ რას აკეთებდა? გეგელი. წერდა. არა, ლექტორი იყო? არა. მე ტაიპრაიტერზე წერდა იმაზე? რაღაცა გრანტი ქონდა და სწავლობდა ლელოში სანამ მოხდა. აუ, გრანტები ქონდა და ნაძივლობას სწავლობდა. არა, სწავლობდა დოქტორის ხარისხი აუგია. ვენეციის უნივერსიტეტში თუ სადღაც, ხო, წავა. ეს თავის ბიზნესს გააგრძელებს, თავის ოჯახის ბიზნესს სამაბუაზე. კი. სამადაშვილმა არის რა გააკეთა. მე წავა და სამადაშვილს კუწური ეობა. არა, კაცო, გრიგოლ გეგელია წავა და პოსტდოქტორანტურაზე ისწავლის. კი ბატონო, პოზიტივში შეიძლება მოვიდა. ხო და პოსტდოქტორანტურის მერე მოდი პოზიტივში. ხო, აი ყველა რა, ხაბეშვილი ზოოპარკს დაუბრუნდება, ან ტყეს. არა, ტყეში ეხა იქ აღარ მიიღებენ, ხო? თავის ნატურალურ გარემოში დაბრუნდება შავად ზოოპარკი, არ გვინდა რა ეს რეზერვაცია და რაღაცები ჩაკეტვა და მე იქნებ მას მოეწონოს ზოოპარკში. არა მგონია. მაგრამ ველურ პირობებში შეჭამენ და. არა, სპაჩორის ზოოპარკის არსებობას ხო იცი ერთადერთი გამართლება რა აქ რო. გადაშენების პირასპოპის სახეობები. ჩაგერთო რაღაცა. გადაშენების პირასპოპის სახეობები, ხო? მათ ესე იგი შენახვას და გავრცელებას, გამრავლებას და იმას ემსახურება ზოოპარკიდან. ხაბეშვილი ზუსტად მაგ კალიბრის არის რა, კონსერვაციის. ზოგადად ზოოპარკი ბევრნაირი არსებობს. ჩვენ წარმოგიდგენია ესეთ ზოოპარკები უკვე აღარ არის მოდაში. დიდი ველი უნდა იყოს და ხალხი დადიოდეს მაგალითად. მანქანები, ჩაკეტილი მანქანები. კი. ძალიან ბელგიასობრივად დაცული. ის ზოოპარკი რო გავაკეთოთ. გისოსები დაცული მანქანა და უცებ ხედავ ხაბეიშვილს და უქნევ იმას საჭმელს. და ჩამოხტება ხინად და ახტება და როგორც მარტურქა რომ მოსდევს ხოლმე ცნობილი კადრი. ბანანზე უნდა აწვალო ეგ რა. ბანანზე არ მოდის, ეგ მოდის კალბასზე. შაურმაზე უნდა აწვალო. კი ბატონო, ჩვენ ასე კახა გოგიძე, როგორ შეიძლება კახა გოგიძის მაესტრო, ჯონ ვოიტი. მაესტრო კახა. შენ ნახე ჯონ ვოიტის ვიდეო? მოვიდა. ტრამპს აგინებს, ოღონდ. ჯონ მართლა? რატო იცი? ვერ გვიცაო რა ამათგან, ამათი დედავატი. მაშინ სწორია. ხო, რა არის ეს? უყურე, მან თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება რაც იყო, რომ ამხელა ჰოლივუდს, ამხელა ინდუსტრიას, ამხელა ეკონომიკას და ამხელა ისტორიის ქონეს. სამ კაცს რო უნიშნავ. 4-ს. სამს. სტალონე, გიბსონი და ეს არ დაკლიენტსუდი არ დაუნიშნავს. ჯონ ვოიტი. იძახდა. ეს ამ სამ კაცს რო ეუნები რომ მიდი ახლა მთელი ჰოლივუდი იმას გამოასწორე. ხო, და ეს ლიბერალური სიგიჟე რაც არის აქ დაბუდებული, რა თქმა უნდა, რა უნდა ჯონ ვოიტმა, რა უნდა ძალიფეხით მიწაში არის ბიჭო. მაგარი კაცია ის. არა, მაგარი კაცია კი ეხლა ეგრე გიბსონის მაგარი კაცია არის და ისიც მაგარი კაცია არის სტალონეს. რა გინდა ფუჭი ეს არის რა. ეს სადღაც უყურეს, მოიძიე მიმართვა. ძალიან სულად მოიხსენებს, იმიტომ რა დაგვიცავიო, მაგის დედავატირეო რა, ესო საგიჟეთიაო. კარგი, ასევე კახა გოგიძე რატო გავახსენდა ჯონ ვოიტი? ჯონ ვოიტზე მაგარი მსახიობია კახა. მაესტრო კახა. კი ბატონო. უნდა გაჯიუტეს დასავლეთის ევროპას და სულ ყველას ვის თვალის ასახვევათაც ამ სპექტაკლს დგამს. და დგამენ. ეს ყველაფერი არის ტყუილი. ტყუილი თვალის ახვევა. ჩვენ მაინც ვიცით ბატონო დავით. SSR-ში ვართ ბოლო-ბოლო გაზრდილი და ესეთი მასიური სპექტაკლები თვალის ასახვევად რომ კეთდებოდა, ხო ვიცით არა? ოპოზიციის აღქმებოდა რა. ეხლა როდესაც მიჭირდა მე ამას კახა გოგიძე თავის თავზე არ ამბობს. ზოგადად ვიძახი. როდესაც უჭირდათ იქ ხალხს და როდესაც ეხლაც უჭირთ. მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა. ეხლა გვიან არის. ეხლა გვიან არის. ამ ოპოზიციური პარტიების არჩევნებში შესვლას ეს რა უბედურებას რა ღალატია რა გამოუშვეს ხალხი ციხი და
და ჩანიშნეს ისა ჩვენი იმით რა ქვია მოთხოვნით საპარლამენტო არჩევნები ვის უხვევენ ორივე შესრულებულია ეს ეთქობა სხვა რეალობაში თბილისი მაინც წავართვათ კი არ წაართვეთ ჩაგაბარებენ უფლებებს წაგართმევენ მე რაღაცას გაგიჩალიჩებენ და ჩაქსვავენ იცი სამან თავის საქმე კაცო რა თქვა და გადაიჭირა ყველა რა მორჩა ერთხელ ამბობს და მორჩება იქ რა სტალონზე მეტი ხმა არა აქვს საქართველოში რაღა დენირო იმაზე კანის ფესტივალზე რო გამოვიდა ტრამპი რომელზეა რაღაცა ეს ახლა ოპოზიციას რომ აწევს აქ ა ბიჭო ძალიან ძლიერი სიტყვა რა ძალიან ძლიერი ამა მე ამაღელვა ზოგადად ესეთმა კორიფეებმა მერილ სტრიპმა ვერაფრით ვერ შეატოკა ამერიკელი ქალების გულები რომლებსაც ევასებოდა ტრამპი მერილ სტრიპი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მსახიობი მადონა გახსოვს რას დაპირდა ამ ორჩეველს კი ორალური სექსით დავკავდები ყველასთან ვინც ტრამპს არ მიცემთ ხმას ხო ნუ ძალიან ბევრს კი რამდენიმე ათეული მილიონი ხო ვერ ქნა ვერაფერი და ანუ ამერიკის great again არჩია იმის თელ ჰოლივუდს აბსოლუტურად ჯორჯ კლუნის და ჯულია რობერტს და დეინიროს და ვინ არის დაითვალეთ დაჩენ იქით არის სოჩი აქეთ ხარეს იყო 6 კაცი კომიკოსები ჯიმი კიმელი, ჯიმი ფელონი ყველა ток-შოუ ჰოსტი ყველა ток-შოუ ჰოსტი ყველა ბაიდენი იყო დიდი ძლიერი ასე საქართველოში არ არის ესე არ არის ხო ყველა ტელევიზია Fox-ის გარდა Fox-ში არ არის ეგრე სიტუაცია YouTube-ში იყო YouTube-ში იყო დივერსიფიცირებულად ხო კი ბატონო YouTube-ში მოშნა პროტრამპული ნარატივი მოშნადისმოდა Facebook-ზე ზუკერბერგმა თვითონ რომ მაცენზურებინებდნო და ეგ არის და გასაგები არის. ნუ X-ზე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხა მასკი პირიქით არა ცენზურებდა პროტრამპულს. და სხვა ბოდიში მოიხადა ნახე? რაზე? მასკმა. რაზე? მაგარი არასწორად გამომივიდაო რა. იმიტომ რომ მიხვდა რა. ალეკომ რო ხაზარაძეს მოუხადა ხო ის ბოდიში ეგეთი ბოდიში. ძალიან სერიოზული ანალოგია გააკეთე ხა. ანუ როგორ დაეცა ჩვენი ქვეყნის იქ მასკმა ტრანსპორტ აქ ალეკომ ხაზარაძეს. დიდი მადლობა ხვალამდე. ხვალამდე. მადლობა.